საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აკადემიკოს ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ამავე დაწესებულების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა დალი ჩიტუნაშვილმა გახსნა. მან ზაზა ალექსიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა იმ მრავალმხრივ სამეცნიერო საკითხებს, რომლებზეც აქტიურად მუშაობდა აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და წყაროцოდნის, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემატიკა განსაზღვრული იყო იმ თემებითა და საკითხებით, რომლებზედაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა ზაზა ალექსიძე. რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ-სომხური ლიტერატურული და ისტორიული ურთიერთობები, წყაროцოდნეობა, ტექსტოლოგია, ყველა ის საკითხი, რომელიც გვხვდება ზაზა ალექსიძის ნაშრომებში, წარმოდგენილი იქნა არა მხოლოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ, არამედ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის თანამშრომლების მიერაც. ჯამში მოვისმინეთ 9 მოხსენება. დიდი პატივია ბატონი ზაზა ალექსიძის იუბილეისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ქართულ, სომხურ თარგმნელობით და ლიტერატურულ ურთიერთობებზე მოხსენების წაკითხვა ბიბლიის მაგალითზე. და იმედია ბატონი ზაზას უზარმაზარ სამეცნიერო დანატოვარს ჩვენი კვლევებითაც შევმატებთ მცირეოდენ წვლილს. აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე იყო ქართული მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელი, ისტორიკოსი, ფართო პროფილის წყაროთმცოდნე და ტექსტოლოგი. ქართული, სომხური და ალბანური პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ქრისტიანული კავკასიის, ისტორიის, კულტურისა და რელიგიის მკვლევარი. ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხოლო ბოლო პერიოდში ამავე ცენტრის სომხური და აღმოსავლური ხელნაწერების განყოფილებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საპატრიარქოს ფონდ გაამწვანე საქართველოს ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად ტერიტორია რუსთავში გამწვანდა. ლევან გოთუას სახელობის რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის ეზოში 60-მდე ნერგი დაირგო. გამწვანების აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე კიპარისები და ზეთის ხილის ხეები დარგეს. ნერგები ფონდ გაამწვანე საქართველოს შპს მწვანე სახლმა და შპს ჯეოლივმა გადასცა. ღონისძიება სკოლის ეზოში ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. გამწვანების აქციაში დიაკონი დავით გოგიაშვილი, ფონდ გაამწვანე საქართველოს აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს მორიგი გამწვანების ღონისძიება. ჩვენი ფონდი გამწვანე საქართველოს მოგესალმება დააფუძნა ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ და უკვე ამდენი ხანია ჩვენ ვეხმარებით გამწვანებაში არა მარტო ეკლესიებს, არამედ ეს სხვა დაწესებულებებს, იქნება სკოლა, იქნება მოსასწავლებელი, იქნება ჯარი, პოლიცია, იქნება პენიტენციალური, იქნება სამართყოფო, იქნება მათ ტერიტორიებს სიტუაციას გავალამაზოთ, გავამშვენიეროთ. დღეს ვიყვებით რუსთავში მე-17 სკოლაში, რომელიც ატარებს დიდი მამულიშვილის ქართველი ხალხის დიდი სულიერ შვილს, რომელიც ზრუნველი იყო საქართველოს სულიერებაზე, მისი მოამაგე იყო ლევან გოთუას სახელობის სკოლაში ვიყოფებით და მის ეზოს ვამწვანებთ და დღეს ჩვენ ვგავთ ზეთის ხილებს 7 წელს და 50 კიპარის. ეს ყველაფერი დღეს კეთდება ცხონებული სულბნათი ლევან გოთუას სახელზე. და კიდევ უფრო მეტ სიტყვას და სილამაზეს მოუტანს აი ამ სკოლას. ბუნებრივია, რომ ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც უნდა გაიზარდონ ქართულ ღირებულებებზე, ტრადიციაზე და უნდა მათ იცოდნენ დამოკიდებულება ბუნებასთან, ამას ამბობს ჩვენი პატრიარქი, რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონ დარგვა, მისი პატრონობა. ეს ყველაფერი აუცილებელია. ჩვენ წერა ბავშვებს შევხვდით და მაუხსენით
პატრიარქის დამოკიდებულება მისი საკურთხევით რომ კეთდება ეს ყველაფერი რომ ეს არის საქართველო და მასში დამალ პატრონობა და მათ ხელში არის ხალხის მომავალი რომ მოუვარონ ისწავლონ ის ბუნებასთან ურთიერთობა და მისი გამშვენიერება ჩვენ ვიხარია რომ აი ზუსტად ვარც რუსთავში და ჩვენი პირველი საერთოდ ფონდის ღონისძიება 2013 წლის ნოემბერში შედგა რუსთავში მაშინ გიორგი ლევონიძის სკვერი გავალამაზეთ დარგვეთ ბიჭები 1000 წელი და დღეს ისევ აქ ვიყოფებით ხოლო მანამდე რუსთავში გორგასალის სახელობის ეკლესიის ტერიტორია ამას ჩვენ გვეხმარებოდა სატყეო სააგენტო მას დააპროექტა ის და აი მრავალფეროვანი სცენარებით მოხდა იქ დაპროექტება დღეს როგორც ხედავთ აი ამ ტერიტორიაზე ეს განლაგებული იქნება ეს კიპარისები რომლებიც არის ჰორიზონტალური და მიწებს აქ ჩრდილით იქნება და მოხსენებათ მარადმწვანეა არის ესეთი ცხლის ანუ ესე იგი სუნწვანე იქნება ეს ეზო იქნება ლამაზი ძალიან და ჩვენ გვიხარია ეს ერთობაში პატრიარქის საკუთრებით ასე გავაგრძელებთ კიდე მომავალში ეს რომ ბავშვებს ხდეთ ზუსტად კარგი ბუნება, კაი გარემო, საცხოვრებელი და თვითონაც ისწავლონ დამოკიდებულება ბუნებასთან და ხების მოლაპატრონობა. ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, დიდი ქართველის ლევან გოთუას სახელობის მე-17 საჯარო სკოლაში, სადაც დღეს გვესტუმრა გაამწვანე საქართველოს ფონდი, ესე იგი ეს არის დიდი პატივი ჩვენთვის, რომ პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობს შესანიშნავი ქართველი ბატონი გოჩა არონიშიძე, რომელმაც პირველივე თხოვნით, რა თქმა უნდა, პასუხად მოგვაგო, რომ დიდი სიხარულით ჩამობრძანდებოდნენ და შედგებოდა ეს დღე და მოკლედ იყო სამზადისი ქალბატონმა ნელი ლიქოკელმა, რომელიც ბრძანდება ამ სკოლის დირექტორი და ჩვენ ჩოხოსანთა საზოგადოებამ და აი აქ მოსულმა სტუმრებმა ყველამ ერთად შევქმნით ეს ლამაზი დღე. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს საზოგადოების გაამწვანე საქართველოს ფონდს იმისთვის რომ ეს აქცია რომელიც მიეძღვნა კონკრეტულად გოთუას სახელობის ხეივნის მოწყობას დღეს განხორციელდა უკვე და დაირგო კიპაროსები და ზეთისხილის ხეები. ამისთვის უღრმესი მადლობა ყველა ჩართულ პირს, ინიციატორს და საპატრიარქოს საზოგადოებას. ეს ძალიან დაგვეხმარება ინფრასტრუქტურის უფრო მეტად გალამაზებაში და რეკრეაციული ზონების მოწყობა გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია რომ ბავშვები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები, ძალიან დიდი სიხარულით აკეთებენ ამას და უკვე იმას ფიქრობდნენ, ეხლა უსმენდი ბავშვებს რომ როდის გაიზრდება ეს ხეები, რომ მათი დარგული ხეები ამ სკოლას როგორ დაამშვენებს და ბედნიერებიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენს ბედნიერები ვართ. დღეს ჩვენ გვესტუმრა საქართველოს საპატრიარქოს ფონდი და ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ჩვენს სკოლას შეემატება რეკრეაციული სივრცე და ეს ხეები დავრგეთ ლევან გოთუას სახელობისთვის ხეივანი გავაკეთეთ და დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის ფონდს. ჩვენი სკოლა ახალგარემონტებულია, დღით ვცდილობთ განვავითაროთ. დღევანდელი მოწყობილი ღონისძიებაც ამას ემხრობა, რომ ჩვენი სკოლა გავამწვანოთ და ახალი რაღაცები შევმატოთ, ასე ვთქვათ, განვავითაროთ. მოხარულები ვართ, რომ საპატრიარქოს ახმარებით ეს შევძელი და ახალი ენერგიები დავრგეთ. მეც მე-11 კლასის ვასწავლებ, დავრგე ენერგი და ჩემი წვლილი შევიტანე ჩვენი სკოლის განვითარებაში.